გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. დევიდ კრამერი ისევ გამოისახა ჩვენს ჰორიზონტზე. მკითხავთ, ვინ არის დევიდ კრამერი და გიპასუხებთ. დღეს დევიდ კრამერი არავინაა, მაგრამ ის მაინც თავისუფლებას აძლევს, რათა მიგვითითოს. დევიდ კრამერმა 15 წლის წინ ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ 1 წელი იმუშავა. მე დაითხოვეს, ეთყობა არ გაამართლა სახელმწიფო მდივნის იმედები. შემდგომ სხვადასხვა პოლიტიკურ ინსტიტუტებში მუშაობდა და დღეს ალბათ ხუხაშვილის მსგავსი ექსპერტია. ერთი თვის წინ კრამერი საქართველოში ბრძანდებოდა და მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში პუტინიზმის დამარცხება. არ ვიცოდი ასეთი კონფერენცია თუ ტარდებოდა, სიამოვნებით დავესწრებოდი. მაინტერესებს როგორ ფიქრობენ პუტინიზმის დამარცხებას და იქნებ მეც რამე რჩევა მიმეცა. კარგია რომ საქართველოში ტარდება ასეთი კონფერენცია. იმედია მერე ამას გაითვალისწინებენ და ევროსაბჭოს კანდიდატობიდან წევრად უფრო სწრაფად გადაგვიყვანენ, ვიდრე ამას რეგლამენტი ითხოვს. მოკლედ დევიდ კრამერი გამოჩნდა და თქვა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატობას, თუმცა საქართველოს მთავრობა პრორუსულია. და პრორუსული იმიტომაა, რომ რუსეთს სანქციებს არ უწესებს. დიახ, რუსეთი ხომ დაანგრევის პირასაა საერთაშორისო სანქციები და თურმე პატარა ბიძგი აკლია, რათა ხრამში გადაიჩეხოს და ეს პატარა ბიძგი საქართველოს ხელში ყოფილა. როგორც კი საქართველო დაუწესებს რუსეთს სანქციებს, რუსეთის ამბავი დასრულებულია. მეგობრებო, გჯერა თქვენ ამის? მე არ მჯერა. მაგრამ ახლა მჯერა არ მჯერაში არაა საქმე. მოდი გვერდიდან შევხედავ ამ სიტუაციას და ვიკითხავ. საქართველო რუსეთს სანქციებს თუ დაუწესებს, ეს ვის უფრო ავნებს, ჩვენ თუ რუსეთს? ამ დროს როგორც ვიცი, ბევრ სანქციას საქართველოს შეუერთდა. რაღაც ტვირთები, რის შეტანაც რუსეთში აკრძალულია, ჩვენგან არ გადის. როგორც თქვი, მაინტერესებს ვის უფრო დააზარალებს სანქციები. გავესაუბრე ერთ წონიან გათვითცნობიერებულ ეკონომისტს და მან მითხრა, რომ ჩვენი წილი რუსეთ-საქართველოს იმპორტ-ექსპორტში არის 12-14%. რუსებისთვის კი ეს იმპორტ-ექსპორტი არის 0 და რაღაც მეასედი. ანუ თუ კი შევწყვეთ ურთიერთობას, დავზარალდებით მხოლოდ ჩვენ. რუსეთი ამას ვერც იგრძნობს სამწუხაროდ. რუსეთიდან ჩვენთან საკმაოდ დიდი რაოდენობის პროდუქტი შემოდის, დაწყებული ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით და დამთავრებული ელექტროენერგიით და სასუქებით. საკვებ პროდუქტებს უკვე აღარ ვგულისხმობ. ფქვილი, ზეთი და უამრავი სხვა. და ჩვენ თუ დაუწესებთ სანქციებს, მერე და რუსეთმაც თუ დაგვიწესა სანქციები, არაფერი მაგვევა. დენისა და გაზის მოწოდება თუ შეგვიწყვიტა, განა ამას ვერ ვიგრძნობთ. კი, გაზის 77% მეგობარი აზერბაიჯანიდან შემოდის, მაგრამ 23%-ს ხომ რუსეთი გვაძლევს. 23% არაა ცოტა. ასე რომ საქართველოს რუსეთისადმი ყველა სანქციას რომ არ უერთდება, ეს ალბათ იმიტომ კი არ ხდება, რომ საქართველოში პრორუსული მთავრობაა. არამედ სწორედ იმიტომ, რომ პროქართულ მთავრობას ეს ყველაფერი გათვლილი აქვს და პირველ რიგში თავის მოსახლეობაზე ზრუნავს. ასე მგონია მე. ამერიკელ დევიდ კრამერს რასაკვირველია სულ კრამერზე ჰკიდია, რას დაკარგავს საქართველოს სანქციების გამო. მისთვის მთავარია ხმა ამერიკიდან. ისე კი 2022 წელს ამერიკისა და რუსეთის ექსპორტ-იმპორტის ბრუნვამ $20 მილიარდ მიაღწია. და რუსეთიდან ნავთობის ყველაზე დიდი იმპორტიორი ჩინეთის მერე ვინ არის? ევროკავშირი. და 2022 წელს ამერიკამ სანქცირებული რუსეთიდან ურანის შესყიდვა გააორმაგა. გნახა რა, კრამერმა დაბალი ღობე. ასე რომ წავიდეს ის კრამერი და თავის ბლინკენს ელაპარაკოს. და რაც ყველაზე საინტერესოა, ამერიკის მთავრობა სანქციების დაწესებას არ გთხოვს. და ეს კრამერი ვის დახკარგვია, არ იცით?
გავაგზავნიდი იმ დევიდ კრამერს ერთი კონკრეტული მისამართით, მაგრამ ზარატუშტრა არ მაძლევს ამის უფლებას. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.